აგვისტოს ომიდან 1 წლის თავზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმ დღეს, როდესაც ქართულ სოფლებს რუსული გამანადგურებლები ბომბავდნენ, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ზუსტად 3 საათზე საქართველოში დრო 1 წუთით გაჩერდება. ქართველი ხალხი მსოფლიოს რუსულ აგრესიას გაახსენებს და ომში დაღუპულებს დუმილით მიაგებს პატევს. მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის მთავარი გამზირი იქნება. 12 საათიანი აქციის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ოკუპაციის მუზეუმად გადაიქცევა. გეორგიევსკის ტრაქტატი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. 37 წლის რეპრესიები. 9 აპრილი. სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაცია. აგვისტოს ომი. რუსეთ-საქართველოს 226 წლიანი ურთიერთობა 7 აგვისტოს რუსთაველის პროსპექტზე გაცოცხლდება. დაიწყება ყოფილ იმელის შენობასთან, პარლამენტთან იქნება უკვე 9 აპრილი. პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე, მონუმენტამდე ამ მცირე მონაკვეთზე იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები 91-93 წლები, ხოლო მონუმენტთან უკვე ლოგიკურად ეს ყველაფერი დასრულდება 2008 წლის 7 აგვისტოს ოკუპაციით. რუსთაველის გამზირი 7 აგვისტოს ოკუპაციის მუზეუმს დაემსგავსება. პროექტის ავტორი ინტერნეტ ჯგუფი რეაქცია. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხანგრძლივი პროცესის ამსახველი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ფოტოებით, ცოცხალი ქანდაკებებითა და ვიდეო მასალებით გაცოცხლდება. აქციის კულმინაცია იქნება აი ამ მონუმენტთან, მონუმენტის ირგვლივ განთავსდება ავტულხლარტები, სადაც 7 აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება, იქნება აგრეთვე რამდენიმე მონიტორი, სადაც წავა ვიდეო კადრები ამ ომის. 7 აგვისტოს ზუსტად 15 საათზე მთელ საქართველოში 1 წუთით დრო გაჩერდება. რევიზით შეაჩერე წუთი საქართველოს მოქალაქეები პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპულებს. შეჩერებული დრო მხოლოდ საქართველოს ეკლესიებსა და მონასტრებში დარეკილი ზარის ხმით აღდგება.